ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ნარკოტიკებზე? წამოდით ვკითხოთ. როდესაც საუბრობთ ნარკოტიკების პრობლემაზე ჩვენ საზოგადოებაში, რა არის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელსაც თქვენ ხედავთ? ერთი არის ზოგადად მოხმარება ადამიანების მხრიდან და მეორე გავრცელება. მაინტერესებს რა არის თქვენი აზრით ის თემა ან თემები, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ უფრო აქტიურად წამოიწიოს წინ. განათლება არის ყველაზე მთავარი ამ კუთხით. რა შედეგებს იწვევს ზოგადად მოხმარება, რასთან არის დაკავშირებული გავრცელება, რამდენად ცუდი არის, რამდენად დიდი ბოროტება არის და უბრალოდ უფრო მეტი პასუხისმგებლიანი მიდგომა რომ იყოს ამ კუთხით. ჩვენი ფონდი უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს. არის საგანმანათლებლო ხასიათის. თქვენ ჩვენი ფონდისგან რა სახის მხარდაჭერას ისურვებდით? ძალიან კარგი ინიციატივა არის ზოგადად თქვენი მხრიდან. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, უფრო მეტი ადამიანი მოიცვა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო. და ბოლო კითხვას დაგისვამ, რა დაგეხმარებოდათ თქვენ იმაში, რომ თქვენი ახლობლები უფრო დაცულები იყვნენ ამ საფრთხის წინაშე? რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მისწვდეს ეგ, რაც შეიძლება გახსნილად უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემის შესახებ და ზოგადად დავანახოთ ის შედეგები, რაც სამწუხაროდ ნარკოტიკების მოხმარებამ და გავრცელებამ გამოიწვია წარსულში. მიშა ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა. შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე Drug Free Georgia და თუ რამე იდეა გექნებათ ან ჩართვა მოგინდებათ ან ასე შემდეგ, შეგიძლიათ უბრალოდ მოგწეროთ ყოველთვის ხაზავართ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ბედნიერად.